ასე კი პირველი ვარიანტის მეოთხე ნაწილი. მოცემულია ეს სამკუთხედი, რომლის სწორები წარმოადგენს y ტოლია x კვადრატს მინუს 7x პლუს 12 ფუნქციის გრაფიკის საკوارტილო გრძედთან გადაკვეთის წერტილებს. x ღერძთან კვეთა რომ ვიპოვოთ y უნდა გავუტოვოთ ნულს, ანუ x კვადრატს მინუს 7x პლუს 12 გავუტოვოთ ნულს. შეგიძლიათ დისკრიმინანტი იპოვოთ და ის გამოთვალოთ ფესვები. ან მივხვდეთ რომ ფესვთან ამრავლი 12 და ჯამი თუ 7-ია, ეს ფესვები იქნება 3 და 4. y ღერძთან კვეთა x-ი უნდა გავუტოვოთ ნულს. ანუ y ტოლია 12-ის. ანუ სატყვეთს. გრაფიკი კვეთს აქ და აქ. 0 12-ში, 3 0-ში, 4 0-ში. რა გვაინტერესებს? გვაინტერესებს ამ სამკუთხედის უდიდესი გვერდის სიგრძე. რა თქმა უნდა, მოცემული სამკუთხედის უდიდესი გვერდი იქნება AB. და უნდა განვიხილოთ სამკუთხედი AOB და პითაგორას თეორემით გამოვთვალოთ AB. AB იქნება ფესვი 12-ის კვადრატს დამატებული 4-ის კვადრატი. 154-ს დამატებული 16. ეს არის ფესვი 160. 16 ჯერ 10. ანუ 4 ჯერ ფესვი 10 იქნება პასუხი. უნდა ვიტოვოთ ამ პარამეტრის ყველა იმ ნიშნობათა სიმრავლე, რომელთაგან თითოეულისთვის კოსინუს x ტოლია 3-2 დამტოლებას აქვს ამონახსნი, რომელიც მოცემულია π-2 3 π-2 ინტერვალში. მოდი ვნახოთ. ჯერ საერთოდ ამონახსნილი გქონდეს, ეს მოთავსებული უნდა იყოს ამ შუალედში. 3 გამოვაკლოთ. და ყველაფერი გავყოთ 2-ს. მინუს 2-ს. მოტოლების ნიშანი შეტრიალდა. ანუ A მოთავსებული უნდა იყოს 1-სა და 2-ს შორის. როდესაც x იცვლება π-2-დან 3 π-2 ინტერვალში, ანუ 90-დან 270 გადუსავთ. მაგ შემთხვევაში კოსინუსის მნიშვნელობები რა შუალედში იქნება მოთავსებული. ოთხმოცდაათი, 180, 270, 360. ნულზე კოსინუსი ხდება 1-ის ტოლი, 90-ზე ნულდება, 180-ზე ხდება -1, 270-ზე 0, 361 და მე ისე ხელახლა იწყება. ჩვენ რა გვინდა 90-დან 3 π-2 შულებამდე. აქედან აქამდე. მაქსიმუმ ხდება 0, 180-ზე აღწევს -1. ანუ 3-ს -2-ია. მოთავსებული არის 0-სა და -1 შორის. მაგრამ აქ რაღაცა არასწორად დავწერე, იმიტომ რომ არ ხდება
არ ხდება მის ნულის ტოლი. -1-ის ტოლი ხდება, იმიტომ რომ 180 მოთავსებულია ეს მაგ შუალედში. 92-70 არა, ამიტომ ვერ გახდება ნულის ტოლი. 3 -3 დავამატოთ. -4 -2-ა ნაკლებია -3-ს. ყველაფერი გავუყოთ -2-ს. 2 1-ია, მეტია 3/2-ს. ანუ რა გამოვიდა? მეტია 3/2-ზე, ნაკლებია ტოლი 2-ს. ესე იგი, ნაკლებია ტოლი 2-ზე და მეტია 3/2-ზე. 3/2 ღია, ვართან დახურული შუალედი. რატო? ნახე, პირველი შემთხვევა და მეორე შემთხვევა. 3/2 არ ეკუთვნის, 2 ეკუთვნის. 1-ც ეკუთვნის და 2-ც ეკუთვნის. და ორივე პირობა სრულდება 3/2-დან 2-მდე ჩაკეტილ შუალედში. მაგით. ნომერი 26. რომელია ყოველთვის ჭეშმარიტი? ნომერ 26-ში ყოველთვის ჭეშმარიტი პასუხია ეს D. თუ ერთმანეთთან განსხვავებული და ურთიერთგადამკვეთი A და B წრფეები M სიტყვის პარალელურია, მაშინ ამ წრფეების შემცველი N სიტყვის M სიტყვის პარალელური იქნება. რას გულისხმობს? თუ გვაქვს განსხვავებული ურთიერთგადამკვეთი A და B წრფეები, რომელიც N სიტყვაზე მდებარეობენ და თითოეული მათგანი M-ის პარალელურია, მაშინ ამ წრფეების შემცველი N სიტყვის M-ის პარალელური იქნება. რა თქმა უნდა, ეს სიტყვების წრფეების პარალელურობის განმარტების თანახმად ეს სრულდება. სხვა დანარჩენი არ შესრულდება, მაგალითად არ უგანახებთ. ორი განსხვავებული A და B წრფე M სიტყვის პარალელურია. მაშინ ისინი ურთიერთ პარალელური იქნება. თუ განსხვავებული წრფეები პარალელურია M სიტყვის, მოდი ვნახოთ. თუნდაც D შემთხვევა. A პარალელურია M წრფის, B-ც პარალელურია, მაგრამ ისინი ერთმანეთს კვეთს. ანუ არ არის აუცილებელი ისინი ერთმანეთის პარალელური იყოს. მეორე შემთხვევა, თუ ორი განსხვავებული M-N სიტყვი A წრფის პარალელურია, მაშინ ისინი ურთიერთპარალელურია. ნახეთ. M და N. თუ ესენი რაღაც A წრფის პარალელურია, არც M და არც N არ კვეთს A წრფის, მაგრამ M და N ერთმანეთს გადაკვეთენ რაღაც B წრფისში. არ არის აუცილებელი ისინი პარალელური იყოს. ასევე შემთხვევაშიც ვერ მივიღებთ ყოველთვის ჭეშმარიტებას. ნომერი 27. რა გარდაქმნებს მოუბრუნება და ჰომოთეტია. 90 გრადუს მოუბრუნებლობს. რა მოვაბრუნებთ? აწყვეტილი. აწყვეტილის კოორდინატები რა იყო? 3 - 2. ცოტა ხაზი. T 2 3 - 2.
ნახეთ. ეს თუ არის რაღაც ალფა კუთხე, 90-ით რომ მოვაყუნებთ, რა თქმა უნდა, უამანძილი კი უნდა რჩეს და მოგუნების კუთხე უნდა იყოს 90 გრადუსი. და რა თქმა უნდა, გადავა მაშინ ამ პირველ წერტილში. აწევდნენ ცენტრის მიმართ დადებითი მოღუნება გვაქვს. ანუ საათის სისხლის მოძრაობის წინააღმდეგ. და ეს თუ არის 2 და 3, ეს კუთხე იქნება 90 მინუს ალფა. იმიტომ რომ ამ სამკუთხედის OAB სამკუთხედის ტოლის სამკუთხედი მიიღება. ეს კუთხე 90 მინუს ალფა. მივიღეთ აპირველი. წერტილი რომლის კოორდინატებიც არის 2. ეს მოbrunებას რაც შეეხება. შემდეგი გარდაქმნა არის ჰომოტიტი. რომლის კოეფიციენტი არის 2. ანუ O აპირველი ვექტორი უნდა გადავიდეს რაღაც O მეორე ვექტორში. როგორ? O მეორე ვექტორი ტოლი უნდა იყოს კაჭირ O პირველი ვექტორის. K2-ია. O პირველი ვექტორის კოორდინატები ვიცით. 2, 3. მაშინ O მეორე ვექტორის კოორდინატები იქნება 4, 6. ანუ აქ პასუხი იქნება 4, 6. მეცხრითი მემდევრობის ზოგადი წევრი მოცემულია ფორმულით. ამ ფორმულით. სადაც n-ი ნატურალური რიცხვია. უნდა ვიპოვოთ n-ის დამატებული n+1. n მოცემულია, n+1 იქნება ეს, რომელიც არის რა? n კვადრატს პლუს 2n-ს პლუს 1-ს მინუს 3n-ს მინუს 3-ს პლუს 1. n კვადრატს მინუს n-ს მინუს 1. მაშინ n-ს დამატებული n პლუს 1 იქნება n კვადრატს მინუს 3n-ს პლუს 1-ს დამატებული n კვადრატს მინუს n-ს მინუს 1. 2n კვადრატს მინუս 4n. წესით აქ სწორი პასუხი უნდა იყოს.